27 წლის ძმამ საკუთარი ღვიძლის ნაწილი ციროზით დაავადებულ დას მისცა. ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია პირველად ჩაატარეს. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის როგორც დონორის, ისე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საჭირო არის გარკვეულწილად დახმარება თვითონ პაციენტებმა მოიძიონ თანხების სამწუხაროდ და რა თქმა უნდა დახმარება პროგრამის სახით სახელმწიფოში, რომელიც იმედია ამას გააკეთებს. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ, ეს არა ერთჯერადი ქცევა, მაგრამ არც სპორტი არ არის. ყველაფერი უნდა იყოს გადაზღვეული, მაქსიმალურად დაზღვეული პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნახევარ თვეში, ორ თვეში ერთხელ ჩვენ შევძლებთ მსგავსი ოპერაციების წარმოებას. ეს იქნება პირველ ეტაპზე, სანამ ჩვენ ბოლომდე არ გავივლით ყველას.